ქუთაისის TBC გალერეაში საქართველოს 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველის არქივ ფოტომასალის გამოფენა გაიხსნა. სახელწოდებით საქართველოს პირველი რესპუბლიკა. გამოფენა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმერეთის გუბერნატორთან და ქუთაისის მერთან ერთად გახსნა. ექსპოზიცია ქუთაისში 14 დეკემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც მსურველებს საშუალება ექნებათ სხვა ფოტომასალასთან ერთად ერთა ლიგაში საქართველოს წარმომადგენლის ხარიტონ შავიშვილის არქივსაც გაეცნონ. 14 დეკემბრის შემდეგ ექსპოზიცია უკვე ბათუმის TBC გალერეაში გადაინაცვლეს. გამოფენა და სერია ეროვნული არქივის დაარსებიდან 95 წლის იუბილეს ეძღვნება. ჩვენ უკვე ქუთაისში ჩამოვედით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის იმ გამოფენით, რომელსაც ქვია საქართველოს პირველი რესპუბლიკა. თბილისის და თელავის შემდეგ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ აქ იმერეთის რეგიონში უნდა ჩამოგვეტანა ეს გამოფენა, რომ ახალგაზრდა თაობამ, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აქ მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას ნახონ, რომ ის დემოკრატიული საქართველო, რომლის შენებაც გრძელდება 90-იანი წლებიდან და შეიძლება ითქვას დღეს გადამწყვეტ ფაზაში არის შესული, ამას საფუძველი სწორედ 1918-21 წლებში ჩაეყარა. ესეთი საინტერესო ფაქტებია ისტორიული, რომელიც ჯერ არ გვინახავს ჩვენ. ჩამოტანილია ბატონი შავიშვილის არქივი ჟენევიდან, რომელიც მესამედ გამოიფინა საქართველოს პირველად თბილისში, შემდეგ თელავში და ეხლა აქ და ასე რომ იმერეთის რეგიონის მაცხოვრებლებს საშუალება აქვს მთელი კვირის განმავლობაში ნახონ ეს გამოფენა. სწავლებს, სტუდენტებს, მკვლევარებს ეძლევათ საშუალება, რომ რამოდენიმე დღის განმავლობაში დაათვალიერონ და ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსპორტირება იქნება, თუ იქნება სხვა ტიპის ხელშეწყობა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა და ახალგაზრდამ მოინახულოს, ჩვენ ქალაქი ხელშეუწყობთ.